უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს ამ მთავარი თემა, როგორც ომის დასრულების საწყისი ეტაპი. კერძოდ იმაზე თუ რა უნდა მოხდეს საბოლოოდ, როგორ დავიცვათ თავი. მუშაობა ამ საკითხის განხილვით დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ისინი იქნებიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დაეხმარებიან და მიიღებენ მონაწილეობას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაში. ჯერა რომ ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ჯერ ვერ გავამხელ, როგორ წარიმართება ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანია, არსებობდეს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ჩვენი ერთობლივი შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაუკავშირდა რუსულ მხარეს და მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად რუსეთმა პრეზიდენტ ტრამპს შესთავაზა უკრაინა-რუსეთის ორმხრივი შეხვედრა, შემდეგ კი სამხრივი. ამრიგად, როგორც თქვი, მზად ვარ ლიდერების დონეზე ნებისმიერი ფორმატისთვის, რადგან მხოლოდ ამ დონეზე შეგვიძლია გადავჭრათ ყველა ეს რთული და მტკივნეული საკითხი. სულ მცირე ის ჩვენთვის ამტკივნეული და მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ დავადასტურე, რომ ყველა ევროპელმა ლიდერმა დამიჭირა მხარი, რომ მზად ვარ პუტინთან ორმხრივი შეხვედრისთვის და ამის შემდეგ სამხრივ შეხვედრასაც ვარაუდობთ. კითხვა ისაა, როგორ წარიმართება ეს შეხვედრა. დეტალები არ ვიცით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ, რომ ყველა მხარემ უნდა გამოხატოს ომის დასრულების სურვილი და თუ ერთი ან მეორე მხარე ამას არ იზამს, მაშინ შეერთებულ შტატებს შესაბამისად მოქმედებას ვთხოვთ.